აქტივისტებმა გორის ციხიდან გადმოფინეს სულ ცოტა ხნის წინ ბანერი, რომელზეც იყო წარწერა ცეცხლი ოლიგარქიას და დაუმორჩილებლობას. აღნიშნული ბანერი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იყო გადმოფენილი, თუმცა მოგვიანებით სავარაუდოდ გორის ციხის დაცვის თანამშრომლებმა აღნიშნული საპროტესტო ბანერი ჩამოხსნეს. რაც შეეხება თავად აქციას, უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით ქალაქ გორში ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან მოქალაქეები, იმ მოედანზე, რომელსაც 2008 წელს რუსეთი ბომბავდა და ტყვიების კვალი, რუსული აგრესიის კვალი დღემდე შემორჩენილი არის აღნიშნულ მოედანზე. დღეს აღნიშნულ აქციას შეუერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და სინდისის პატიმართამშობლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული საპროტესტო აქციები, რადგან ისევე როგორც მთლიანად საპროტესტო მუხტის, ასევე გორის შემთხვევაშიც გორში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ასევე ხელახალი სამართლიანი არჩევნები. მე-100 დღეა, რაც გორელი მოსახლეობა ითხოვს რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით დღეს შემოუერთდებიან ჩვენს აქციას პოლიტპატიმრების მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქიდან და ისევე როგორც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვიდექით ჩვენს დედაქალაქში ჩვენ თანამოქალაქეების გვერდით, დღეს უკვე ისინი დადგებიან ჩვენს გვერდში იმისათვის, რომ ერთად კიდევ ერთხმად გავაგონოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ მას არ გამოუვა ის, რომ ყავდეს რეჟიმის ტყვეები და მას მოუწევს ჩანიშნოს ახალი არჩევნები. 18 საათზე ვიკრიბებით ქალაქ გორში, ცენტრალურ გამზირზე საკრებულოს წინ, თბილისიდან გვერდდებიან უკანონო პატიმრის მშობლები, ასევე სხვა სტუმრები და ცხადია ადგილობრივი ადამიანები, აქტივისტები და ყველას ვთხოვ, ვისაც შეუძლია რომ 6 საათზე მოვიდეს ქალაქის ცენტრში, დადგეს ჩვენთან და გავაპროტესტოთ ის მსგავსობა, რასაც ხელისუფლება აკეთებს დღემდე ჩვენს ქვეყანაში. მიმდინარეობს თბილისში აქციები, ისე მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში გორშიც აქციები და მე ჩავთვალე საჭიროდ ის ფაქტი, რომ მე-100 დღეა თქვენთან უკვე პროტესტის მიმდინარეობა არის და ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩამოსულიყავი და მხარი დავეჭირე გორელი მოსახლეობისთვის. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები მოუწოდებენ გორელებს და არა მხოლოდ შეუერთდნენ დღეს ქალაქ გორში ჩანიშნულ საპროტესტო აქციას 18 საათზე. ეს ადამიანები აქამდეც 100 დღის განმავლობაში დაუღალავად დგანან საპროტესტო აქციებზე და ერთიანდებიან ერთი მოთხოვნის გარშემო, რომელიც არის ხელახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.